ყველას მოგვითიბავს ბალახი და ერთ ადგილზე დაგვიგროვებია და დაგვრჩენია. მაგრამ ეს არის სპეციალურად დატოვებული. ხედავთ სველი როა. რომ გადავწიო ღრმად, ამას ამოუვა ბოლი. ეს არის ცხელი ბალახი. საკმაოდ მკვებავი ნივთიერება მცენარეებისთვის. შეიცავს ყველა საჭირო სოკოს, რომ აითვისოს მცენარე, ძალიან ბევრ ნატრიუმს, მაგრამ არის საშიშროება პირდაპირ მცენარესთან ცხელ ბალახს, ანუ ესე დაგროვებულ ბალახს, რომელიც უკვე გადაიწვება და ხელს რომ მოკიდებთ თბილი, აი რომ შეეხოთ თბილი, კი რამის ცხელია. პირდაპირ მცენარის ფესვებთან დადებთ განსაკუთრებით და ესეთი ზედაპირული ფესვთა სისტემა რო აქვს, აი მაგალითად ჟოლო. ჯობს კარდონი დაუფინოთ, შემდეგ ეს კარდონი ამასთან ერთად გაიხრწნება. თან როგორც გითხარით წინა ვიდეოში, კარდონი კარგია, კორდონი, ანუ მუყაო, ქართულად უკაცრავად. კარგია იმისთვის, რომ ჯერთის არეველები არ მოვიდეს, ტენიანობა შეინარჩუნოს მცენარემ, მერე ზემოდან მოყრილი ბალახი თუნდაც ახალ გათიბული, მით უმეტეს ეს უფრო ადრე უწყობს ხელს მუყაოს ლპობას, ქვემოდან იზიდავს მუყაო ჭიებს, რომლებიც მიწას გადაამუშავებენ, აფხვიერებენ, აგრეთვე აი ამ იმებს მიირთმევენ მიწაში ვთქვათ ამ ჩვენს ბალახ-ბულახებს, ნაკელს და ასე შემდეგ და ამის შედეგად გამოყოფენ ჰუმუსს, რომელიც ყველაზე ადვილად ასათვისებელია მცენარეებისთვის და ყველაზე მარტივად მისაღები საკვებია. მოკლედ, აი ამ ცხელი ბალახის შესახებ ეს მინდოდა მეთქვა. ისე თუ მოგჩათ სადმე ეზოში და დიდი ხნით დატოვეთ, ქვეშ ბალახის არ იქნება, ასე რომ მოლიც გაგიფუჭდებათ. ნუყრით ბალახს. ეს არის სიმდიდრე და ჩვენი დამხმარე ნაკლები მარგვლისაგან, ბარვისაგან თუნდაც. ეხა თქვა სეზონის ბოლოს მე სადაც კორდონები დავაფინე და დავაყარე ბალახი, რომ ნახოთ დაბარვაც კი არ ჭირდება იმ ნიადაგს. ისეთი ფხვიერი ფუმფულა იქნება.